გაფიცვის მე-11 დღე ჭიათურაში. დღეს დილიდან გაფიცულმა მაღაროელებმა ჯორჯიან ამერიკანელოიზის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო გამოსვლები განაახლეს. მოვა ელექტროენერგიის გადასახადი, მოვა გაზის გადასახადი, არც ერთმა არ გადაიხადოთ. ხვალ ელექტროენერგიის კომპანიის წარმომადგენლებიც აქ შემოგვიერთდებიან. გაზის ასევე აქ შემოგვიერთდებიან. ასევე გამოვლია წყალსადენიც. დღეს შემოგვიერთდება ბაზარი, მაღაზიები. მოსწავლეები გამოლენ მარშს. დაახლოებით დღის 12 საათისთვის გაფიცულ მუშებს უკვე მეორედ ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია შეხვდა. ბაღათურიამ აქციის მონაწილეებს პროტესტის თბილისში გაგრძელება შეთავაზა, რამაც მაღაროელების გაღიზიანება გამოიწვია. ის ხალხი, მშრომელი ხალხი, ვისაც ესეთ ცუდად ექცევიან, მათი მობილიზება მოვახდინოთ თბილისში. ამას შეაშფოთა ხელისუფლება და რა თქმა უნდა სადარო მოეწყო პროვოკაცია, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ჭიათურელები იმერლები არიან განსაკუთრებულად გონიერი და ინტელექტუალური ხალხია და არ წამოეგენ ამ პროვოკაციას და ისინი მზად არიან გააგრძელონ ბრძოლა ძალიან კარგია. ჩვენ თბილისში გავაერთიანებთ ჭიათურელებს, კაზრთელებს, ზესტაფონელებს, ყველას, მუშას და გლეხს, რომელიც დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მე არ გაძალით ამას, მაგრამ მე გამოვხატავ შემოგეძებნებ. არც ერთ პოლიტიკოს არ მოусმინეთ ამიჯერეთ მე თქვენ. ახლა გავახსენდით ამას ჩვენ ეს თავდაყრა დაგაჭია თუ რა. სად არიან აქამდე? ეხლა კიდე თავიდან მეორე კრუგზე ეხლა ესენი რომ დაჯდებიან კიდე მე შეიცვლებიან. მე მეორე კრუგზე წამოვლე კიდე ეხლა. ვის ახსოვს ხალხი მანამდე? არ მოусმინეთ არც ერთ პოლიტიკოს. გაფიცულმა მაღაროელებმა ჯონდი ბაღათურიას შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და ის პოლიტიკური ქულების მოსაპოვებელ შეხვედრად მონათლეს. აღნიშნული გაფიცვა გადაიზარდოს პოლიტიკური ჩარჩოებში და მიეცეს პოლიტიკური მიმართულება. ეს არის სამართლიანი პროტესტი იმის გამო, რაც ხდება ჩვენ წარმოებაში. ჩვენ ამ სამართლიანი პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ზომა გაფიცვას მიმართეთ და იმედი გვაქვს, რომ ჩაერთვებიან ამაში სახელმწიფო და თვითონ ადმინისტრაცია წამოვა დათმობებზე და ჩვენ მიზნებს მივახცენთ. ანუ ხელფასების მატებას და იმ უსამართლობის მოსპობას მივახცენთ, რაც ხდება ჭიათურ მანგანუმში. მე ერთი რამ მიკვირს. აი რატომ მაინცა და მაინც რაღაც მომენტებში ახსენდებათ პოლიტიკოსებს ჭიათურა და არც მანამდე და არც აი იმ რაღაც პროცესების შემდეგ არავის არ აინტერესებს, არავის ინტერესის სფეროში შემოდის და თავისთავად ჩნდება ამ შემთხვევაში ეჭვი, რომ ისინი ჩვენი გულის ტკივილს კი არ იზიარებენ, საკუთარ იმიჯის აწევაზე უფრო ფიქრობენ და პიროვნულად ქულების დაწერას უფრო ფიქრობენ. ეხლა თავისთავად ცხადია, სად იყვნენ აქამდე ხალხო? აი სად იყვნენ ეს პიროვნებები? გნებავთ ჯონდი ბაღათურია იყოს და გნებავთ სხვა იყოს, ვინც გნებავთ პოლიტიკოსი. ეს ერთი და მეორე კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რატომღაც ხშირად ცდილობენ ხოლმე რომ ეს გადაიყვანონ პოლიტიკურ რელსებზე, პოლიტიკურ ჭრილში. ეს ჩვენი ამ ხალხის გაჭირვებაა და გაჭირვებამ გამოგვიყვანა ქუჩაში და იმ ხელფასების სიმწირემ და უამრავ პრობლემებმა. ის მეორე ნახევარში მაღაროელებს სოლიდარობა ჭიათურის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა გამოუცხადეს და აქციას შეუერთდნენ. ჩვენ გვიდა რომ ჭიათურას კარგი მომავალი ქონდეს და კარგი ახალგაზრდობა ყავდეს მომავალში და ეს უკანონოებები რაც ჭიათურაში ხდება და მაღაროში ხდება და ქარხნებში ხდება, გვინდა რომ ეს ყველაფერი აღმოფხვრათ და გვინდა რომ სამართლებრივ მიზეიმოს, კანონმა იკანონოს და ჩვენ გვიყვართ ჩვენი ხალხი და ამის გამო ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ბავშვები, რომ ამ ხალხს დაუდგეთ გვერდში. დღის ბოლოს ხელისუფლების, მაღაროელებისა და საწარმოს წარმომადგენლები ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ. მოვლენების განვითარებისა და გამართული შეხვედრის დეტალების შესახებ უკვე ჩვენი შემდეგი გამოშვებიდან შეიტყობთ.